სტენსილი ტატუს სამყაროში არის ნახატი ან შაბლონი, რომელიც გეხმარება შენი დიზაინის გადატანაში ადამიანის კანზე, იქამდე სანამ ტატუს დახატვას დაიწყებ. უფრო ზუსტად რომ თქვა, სტენსილი არის ნახატის ზუსტი კონტური, რომელიც გადაყავს კანზე და რომელიც გეხმარება ზუსტად მიყვე იმ დეტალებს, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა გადაიტანო შენი უკვე არსებული რეფერენსიდან, ანუ იმ ნახატიდან, საიდანაც იხატავ კონკრეტულ ტატუს და ახატავ ადამიანს, ხო? სწორედ ამაზე მექნება დღეს საუბარი, თუ როგორ უნდა შეძლო იდეალური სტენსილის გაკეთება, თანაც შენი საკუთარი ხელით. სტენსილი არის შენი ნახატის ზუსტი კონტური. და ამას იყენებ როგორც გარკვეული სახის რუკას. ანუ ამ კონტურს მიყვები აბსოლუტურად ბოლომდე მთლიანი ხატვის პროცესის მანძილზე. გვერდით აუცილებლად გვიდევს ხოლმე რეფერენსი, ანუ ის ნახატი, საიდანაც ვიხატავთ ჩვენ სტატუსს და ვახატავთ ადამიანს, ხოლო უშუალოდ ამ ადამიანის სხეულზე, კანზე, რომელ ადგილზეც ვხატავთ, არის გადაყვანილი ჩვენ მიერ შესრულებული სტენსილი, რომლის მომზადებასაც გასწავლი დღეს ამ ვიდეოში და თანაც გასწავლი როგორ უნდა გააკეთო იდეალური სტენსილი შენი საკუთარი ხელით და არა სხვადასხვა აპარატების და ხელსაწყოების გამოყენებით. თუ მსგავსი კონტენტი მოგწონს, შეგიძლია გამოიწერო ეს არხი, დაალაიქო ვიდეო, რომ სხვა ადამიანებმაც ნახონ მსგავსი ინფორმატიული კონტენტი ტატუების შესახებ. მთლიანობაში არსებობს ორი მეთოდი სტენსილის გამზადების. ერთი არის ტრადიციული ხელით მომზადება სტენსილის, ხოლო მეორე არის ეგრეთ წოდებული თერმოპრინტერის გამოყენებით, რომელიც კარბონის ქაღალდთან ერთად ძალიან კარგად მუშაობს ტანდემში და ხშირად ამარტივებს ხოლმე ხელით გაკეთების პროცესს. თუმცა აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ხელით გაკეთებულ სტენსილს ახასიათებს თავისი უპირატესობები და თავისი დადებითი მხარეები გააჩნია, ხოლო თერმოპრინტერით გაკეთებულ სტენსილებს თავისი პლუსები და უპირატესობები გააჩნია, მაგრამ ასევე გააჩნია გარკვეული სახის მინუსებიც. დღეს კი მინდა რომ ამ ვიდეოში დეტალურად მოგიყვე და გაჩვენო, როგორ უნდა გააკეთო იდეალური სტენსილი შენი საკუთარი ხელით. რატომ არის მნიშვნელოვანი სტენსილის სწორად და სუფთად გაკეთება? პირველ რიგში იმიტომ, რომ სტენსილი ამარტივებს ძალიან დიდ საქმეს და გვიადვილებს იმ მომენტს, რომ გადავიტანოთ ყველა სასურველი დეტალი იმ რეფერენსიდან, იმ ნახატიდან, საიდანაც ვიხატავთ უშუალოდ ჩვენ სტატუსში და მოვახდინოთ ამ ყველაფრის ინტეგრირება თანაც ისე, რომ ყოველ წამში არ დაგვჭირდეს რეფერენსის შეხედვა და იქედან გადმოხატვა ზუსტი სიზუსტით, ასე ვთქვათ, რაც ძალიან დიდ დროს ზოგავს და ამასთან ერთად განსაკუთრებით, როდესაც რეალისტურ ნახატებს ეხება საქმე და გვინდა რომ ერთი-ერთში გადავიტანოთ კონკრეტული ნახატი ტატუთ, ამ შემთხვევაში ძალიან გვეხმარება კარგი და სუფთა სტენსილი. მაგალითისთვის, თუ ვხატავ რომელიმე ცხოველის პორტრეტს, სტენსილი მაჩვენებს ზუსტად სად მდებარეობს თვალები, სად არის ცხვირი, სად არის სხვადასხვა ბეწვის კონკრეტული ფრაგმენტები და ასე შემდეგ. ანუ შესაბამისად, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის გარკვეული გზამკვლევი, ასე ვთქვათ, რუკასავით, რომელსაც თუ გავყვებით, აუცილებლად მივალთ ძალიან კარგ ფინიშამდე. პირველ რიგში აუცილებლად გავამზადებ შესაბამის ზომას, იმისთვის რომ ზუსტად ვიცოდე დაახლოებით რა ზომასთან მომიწევს მუშაობა და ამოვბეჭდავ შემდეგ ძალიან მარტივად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი შავ-თეთრი ესკიზი, დასაწყისში ჩვენ გვქონდა ესეთი ფერადი სახის old school, ასე ვთქვათ, სტილში გადაწყვეტილი ესკიზი. აი ეს არის სტენსილის ქაღალდი. საკმაოდ მარტივი, ასე ვთქვათ, სისტემა არის აქ. შედგება 4 ძირითადი ფურცლისგან და აქედან რამდენიმე ფურცელი ძირითად შემთხვევაში არ გვჭირდება ხოლმე. აი ეს შუაში ძირითადად არის ხოლმე განთავსებული ყვითელი დამცავი ფურცელი, რომელიც იცავს აი ამ ძირითად ნაწილს გადასვლისგან და გაფუჭებისგან შესაბამისად და არის კიდევ უკანა ნაწილი, რომელიც ასევე დამცავ ფუნქციას ასრულებს. ამ ესკიზის ხელით გადახატვა რო შევძლოთ და გავაკეთოთ აქედან კარგი სტენსილი, საკმაოდ მარტივი პროცედურა არის გასავლელი. ავიღებთ აი ამ ზედა ნაწილს, გადავკეცავთ. რეალურად ამ მომენტში ეს არ გვჭირდება. განვათავსებთ ამ ჩვენს ესკიზს
აი აქ და ამის შემდეგ დავიწყებ ზემოდან კონტურის გაკეთებას. აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტია, რომ ყოველთვის, ყოველ მომენტში ვუყუროთ ჩვენს რეფერენსს, ანუ იმ ნახატს, საიდანაც ვიხატავთ უშუალოდ ჩვენს სტენსილს. ანუ ის კონტურიც შესაბამისობაში უნდა იყოს ყოველთვის იმ ნახატთან, საიდანაც მას ვიხატავთ. ამ პროცესის მანძილზე ყოველთვის ვიკეთებ ხოლმე ხელფუცმას, რადგან აი ეს კარბონის ქაღალდი ძალიან მარტივად გადადის ხელზე და სულაც არ არის ხოლმე საჭირო სპეციალური გადასაყვანი სითხე იმისთვის, რომ ხელი დაგესვაროს და შემდეგ 2 დღე ვერ მოიშორო. კარგი, მოკლედ ეს პროცესი არის საკმაოდ მარტივი და ვიწყებ აუჩქარებლად და ნელ-ნელა ძირითადი კონტურის გაკეთებას. ანუ რომელსაც ვხედავ აქ და ამ კონტურს გავყვები მაქსიმალური სიზუსტით, ისე როგორც შემიძლია. და შიგადაშიგ აუცილებელია, რომ ვნახოთ ხოლმე, რამდენად კარგად გადადის ჩვენი უკვე გადატარებული ნაწილები შესაბამისად მეორე მხარეს. ასევე ეგრეთ წოდებული ტრადიციული კაპიროვკისგან განსხვავებით, რომელიც ალბათ ბავშვობაში გინახავს, ამ ეგრეთ წოდებულ კარბონის ქაღალდს, სტენსილის ქაღალდს, რომელსაც დატუებში ვიყენებთ დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად, გაჩნია ესეთი უნარი, რომ მას არ ჭირდება დაფიქსირებული ზედაპირის არსებობა და ეს ფურცელი, რომელიც აქ ზემოდან დევს, ანუ რაზეც გადადის ახლა ამ მომენტში ჩვენი სტენსილი, არ არის აუცილებელი, რომ იყოს ერთ კონკრეტულ ადგილას დაფიქსირებული. ანუ თუ გავამოძრავებ და სხვა ადგილას გავაგრძელებ დახატვას, ესეც არ იქნება პრობლემა, ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდება ეს დიზაინი. აქვე არის ესეთი საინტერესო მომენტი, როდესაც სწორი ხაზებია ჩვენს ესკიზში, აუცილებლად გამოიყენე, ჯობია რომ გამოიყენო სახაზავი. და ეს სახაზავი ძალიან ამარტივებს ყველაფერს, ანუ მთლიანობაში აჩქარებს ამ პროცესს და აქვე მინდა გითხრა, რატო ავარჩიე ეს ესკიზი და არა სხვა რომელიმე ესკიზი. ანუ აქ ძალიან კარგად ჩანს ჩრდილების განსხვავებები. და როგორ უნდა ავსახოთ ეს ჩრდილების განსხვავებები უშუალოდ ამ სტენსილზე, აი ამის ჩვენება მინდოდა ამ ვიდეოში გარდა იმისა, თუ როგორ კეთდება უშუალოდ კონტური, რაც საკმაოდ მარტივი ამბავია. ბევრი მეკითხება, რატომ ვიყენებ ხოლმე სხვადასხვა ფერის კალამს, ბოლპენებს, ძირითადად ჩვეულებრივ კალამს. და მიზეზი ის არის, რომ ძირითად შემთხვევაში შავ პრინტზე, როდესაც შავი ფერით ამოპრინტერებულ ესკიზს ვხატავ ხოლმე და აქედან ვაკეთებ სტენსილს, ძალიან მარტივია გაარჩიო, სად გადაატარე უკვე და სად არა. აი აქ ამ ესკიზში ჩვენ გვხვდება სხვადასხვა ტონალობა და სხვადასხვა გვარი ჩრდილები. ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული ფერი გადადის მეორე ფერში. ანუ აქაც ჩანს, მაგრამ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. აღნიშვნის ყველაზე კარგი ვარიანტია წერტილების გამოყენება. ანუ აი ასეთი სახის წერტილებს ვსვამ ხოლმე და ძალიან მარტივად ჩანს უკვე სად რა ხდება და მეორე მხარეს როგორც გადადის აი ეს წერტილები სრულიად საკმარის ინფორმაციას მაძლევს იმისთვის რომ გავიაზრო თუ რა ადგილას უნდა გამოვიყენო ჩრდილი და რა ადგილას არ არის ეს ჩრდილი საჭირო. მაგალითად ამ შემთხვევაში შიდა ნაწილი იქნება ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ამონათებული მხარე, ხოლო ოდნავ ამასთან მიახლოებული წერტილების წრე იქნება იმის სამსახველი, რომ აქედან ეს ამონათებული ნაწილი გადადის უფრო სიმუქეში და ანალოგიურად მიყვება დანარჩენი ნაწილები. ანუ ზუსტად ავსახავ ამ ყველაფერს ისეთნაირად, როგორც არის ჩემს ესკიზში. გვერდზე მოტოვებულ ნაწილებსაც აუცილებლად გამოვსახავ ასეთი პრინციპით. ანუ შუა ნაწილი იქნება ყველაზე ღია ნაწილი, ხოლო გარშემო გაკეთებული წერტილები გამოხატავს იმას, რომ აი ამის იქეთ უკვე მუქდება და აბსოლუტურად შავ ფერში გადადის ჩვენი ესკიზი. ანალოგიურად ვიქცევი აი ამ ნაწილებში, სადაც ერთი ფერი გადადის მეორეში და აქაც აუცილებლად წერტილებით ვნიშნავ აი ამ
ნაწილს. არ გამომრჩება ისეთი ადგილები, სადაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო მე დამჭირდება ზედმეტი ფიქრი. ანალოგიური ხდება აქეთაც და ანალოგიური პრინციპი ხდება, ანალოგიური პრინციპით იხატება აბსოლუტურად ძალიან რთული ტატუები, განსაკუთრებით პორტრეტები, სადაც ძალიან პატარა ადგილზე შეიძლება ჩრდილების გარდატეხა მოხდეს ძალიან ბევრჯერ, ხო? ძირითად შემთხვევაში დამწყებ არტისტებს ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ხელით დაიწყონ თავიანთი ესკიზების და სტენსილების კეთება, რადგან ხელით გაკეთების პროცესში ჯერ ერთი რომ ძალიან დიდ ინფორმაციას იღებ უშუალოდ ესკიზზე და იმ ნახატზე, რომელზეც უნდა იმუშაო და რომელიც უნდა ხატო, სავარაუდოდ შემდეგი რამდენიმე საათი და ეს ბევრად უფრო ამარტივებს და გაჩვევს წინასწარ შენს სამუშაოსთან. გარდა ამისა, ძალიან მარტივად და კარგად შეგიძლია შუქჭრილების აღნიშვნა იმ დაწერტილების მეთოდით, რომელიც წეღან გაჩვენე. თუმცა, არსებობენ მარტივი დიზაინები, რომლებზეც დროის დახარჯვა უბრალოდ არ ღირს და ასეთ მომენტებში ძალიან კარგი გამოსავალია თერმოპრინტერის გამოყენება. საუბარი მაქვს ისეთ ესკიზებზე, სადაც არ არის რეალისტური ელემენტები, არ არის ბევრი გრადაციები ფერიდან ფერში გადასვლას გულისხმობ და არ არის ისეთი კომპლექსური რაღაცები, რაც შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს ხატვის პროცესში. არსებობს ესეთი ვებსაიტი, Stencil Maker-ი, რო ჩაწერო უბრალოდ Google-ში, ძალიან მარტივად ნახავ, პირველივე რეზულტატია ხოლმე, ძირითად შემთხვევაში და ამ ვებსაიტზე შეგიძლია ატვირთო შენი ესკიზი და ამ ესკიზზე დაყრდნობით პირდაპირ აგიწყობს აი ესეთ საინტერესო დიზაინს. რომელიც შეგიძლია გახსნა, ნახო და ბუმ. ეს შეგიძლია პირდაპირ ამოაპრინტერო და გაუშვა პირდაპირ თერმოპრინტერში, რომელსაც ახლავე გაჩვენებ. აი ეს არის თერმოპრინტერი და ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება ხელთათმანების გაკეთება, უბრალოდ აი ამ ზედმეტ ნაწილს მოვაშორებ უკანა ყდას, ასე ვთქვათ, ასევე მოვაშორებ იმ დამცავ ფურცელს, რომელიც წეღან გაჩვენე. ასეთნაირად მივიღე ესეთი კარბონის ქაღალდი და მივიღე ზედა ნაწილი, რომელზეც გადავა ჩვენი დიზაინი. თერმოპრინტერს აქვს ერთი წესი და ეს წესი არის შავი ქვემოთ. ანუ ეს შავი ნაწილი ყოველთვის ხდება შიდა მხარეს, აი ასეთნაირად და უკანა ნაწილში და შედის თერმოპრინტერში აი ასეთნაირად. ახლა კი გვაქვს ჩვენი გაკეთებული დიზაინი, რომელზეც საერთოდ არ გვიწვალია და ამაში არის ალბათ ზუსტად ასე გაკეთებული ესკიზის ხიბლი. მე პირადად ზედმეტ ნაწილებს ვაჭრი ხოლმე და ფურცლის კიდესა და უშუალოდ ესკიზს შორის ვტოვებ აი დაახლოებით ამ ხელა ნაწილს. და წესი რო გავიხსენოთ, შავი ქვემოთ ამაზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა, და აი ასეთნაირად იქნება განთავსებული. და ჩავა წინა მხრიდან. აი აქ აქვს ღილაკი, რომელსაც ორზე ვაყენებ ხოლმე და უფრო მუქი გამოდის ჩვენი ესკიზი და და ოდნავ ვეხმარები თერმოპრინტერს თავისი საქმის გაკეთებაში. აი ასეთნაირად. და აქ უკვე გამოჩნდა ჩვენი დიზაინი და შეგვიძლია გავაჩეროთ აი ასეთი სახის ესკიზი გამოვიდა და რომ ვნახოთ ყველანაირი წვალების გარეშე, მოკლედ. შემდეგ ამას მოვაშორებ, რადგან ეს აღარ გვჭირდება და ამას ამოვჭრი კიდეებთან მაქსიმალურად ახლოს. რატომ კიდეებთან ახლოს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც დავადებთ უშუალოდ ამ ესკიზს კანზე და იმ ადგილას, სადაც უნდა გადავიყვანოთ და სადაც უნდა დავხატოთ, რაც შეიძლება მეტი ადგილი უნდა ჩანდეს ამ ნახატის ირგვლივ, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანის ანატომიის და კუნთების აღნაგობის გათვალისწინება, ისე რომ ეს ჩვენი ესკიზი ძალიან კარგად და ერგონომიულად მოვარგოთ, ასე ვთქვათ, ადამიანის სხეულს. ასევე ხშირად ვაკეთებ ხოლმე აი ესეთ ჩაჭრებს
ხშირად არ არის ხოლმე საჭირო, თუმცა თუ ისეთ ადგილას ვხატავ, სადაც საკმაოდ დიდი ოვალური მუხრის ადგილია, მაგალითად, ხელზე თუ ვხატავ, სადაც დიდი მოხრილობაა, ანუ იდეალურად სწორი ადგილი ხო არ არსებობს ადამიანის ხელზე. და სწორედ ასეთ ადგილებზე აი ეს ჩაჭრილი ნაწილები ძალიან კარგად ერგება მთლიანობაში ადამიანის ხელს და ყველანაირი დეფორმაციის გარეშე გადადის ძალიან ეფექტურად. მოკლედ, რა თქმა უნდა, შენზეა დამოკიდებული, რომელ მეთოდს აირჩევ. ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ხელით გადაყვანის შემთხვევაში პლუსები ის არის, რომ მთელ დიზაინს იმახსოვრებ, განსაკუთრებით როცა დამწყები ხარ და პირველ ნაბიჯებს დგავ ამ სფეროში, ყველანაირი ზედმეტი ინფორმაცია მთლიანობაში ზედმეტი არ არის და ყველაფერი გამოგადგება. გარდა ამისა, უშუალოდ კეთების პროცესში შეგიძლია შეიტანოთ ცვლილებები და ასე ვთქვათ, მოდიფიკაცია გაუკეთო. დაამატო რაღაცები ან გამოვაკლო, ისეთი ჩრდილები დავუმატო, რაც იქ არ იყო. და ასე შემდეგ. მოკლედ, მეტი თავისუფლება გაქვს ხელით კეთების დროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტ თერმოპრინტერის გამოყენებას, ამასაც აქვს თავისი პლუსები. პირველ რიგში ყველაზე დიდი პლუსი და დადებითი ნაწილი ის არის, რომ დროს ზოგავ ძალიან ბევრს და ძალიან სწრაფად და ხარისხიანად აკეთებ შენ სტენსილს, თუმცა აქ ნაკლები თავისუფლება გაქვს და რა თქმა უნდა, შენ მიერ მომზადებული სტენსილი, ანუ ის, რაც უნდა ამობეჭდო და ასე ვთქვათ, გააკეთო შენი დიზაინი, უნდა იყოს წინასწარ ბოლომდე მომზადებული, მაქსიმალურად დახვეწილი და გამზადებული იმისთვის, რომ გახდეს გადაიქცეს სტენსილად. მე პირადად განსაკუთრებით კომპლექსური ტატუებისთვის გირჩევ ეს ყველაფერი გააკეთო ხელით. და დაიმახსოვრე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიიღებ შედეგს, თავარია მიიღო საუკეთესო შედეგი და ამ ყველაფერს მიუდგე მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ანუ არ შეგეშინდეს დამატებითი დროის დახარჯვის, არ შეგეშინდეს, რომ ესკიზზე შეიძლება 1, 2 ან 4 საათი დახარჯო, რადგან ეს ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად გვეჩქარება ხოლმე არტისტებს უშუალოდ ხატვაზე გადასვლა, რადგან ნემსი და ადამიანის კანი არის როკ-ენ-როლი და მოკლედ ძალიან ჩქარობთ ხოლმე იმ კრიტიკულ ფაზაზე, რომელსაც ქვია სტენსილის მომზადება და ესკიზზე მუშაობა. ესკიზზე მუშაობა კიდევ ცალკე ვიდეოს საკითხია და ცალკე ჩავწერ ამაზე ყველაფერს. თუ მსგავსი კონტენტი მოგწონს, შეგიძლია გამოიწერო ეს არხი, დაალაიქო ვიდეო, რომ სხვა ადამიანებმაც ნახონ მსგავსი ინფორმატიული კონტენტი ტატუების შესახებ.